საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალ ჭირგადატანილი და წარუშლელი ისტორია გვაკავშირებს. ბოლო დღეებში შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს, ყველა განსაკუთრებით შეგვძრა ინგუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ. პატარა ინგუშმა ბიჭმა ხიზირ დერბიჩევმა მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მართლაც საოცარი ამ პატარა ბავშვის სიმამაცე და მეგობრისადმი თავდადება. ის ბევრი ზრდასრულისთვის თავგანწირვისა და ადამიანობის ნიმუშად იქცა. ამ საერთოდ კივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა. მოყვასისათვის ზვარაკად გაღებულმა სიცოცხლემ კიდევ ერთხელ გვასწავლა თუ რა არის ნამდვილი გმირობა და ვაჟრაცობა. ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო. მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ხიზირის მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. მუგეში და მხნეობა მიმადლოს მათ უფალმა. თანავუგრძნობთ მთელ ინგუშ ხალხს, ძლიერ და მედგარ ერს, რომელმაც თავის მხრივ ამ მძიმე დღეებში კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ერთსულოვნება და სიმტკიცე.